ფიქრობს, რომ ჯანმრთელობაზე ზრუნვა უნდა დაიწყოს მაშინ, როდესაც რამე ატკივდება. ჩვენ ასე მიგვაჩვიეს ბავშვობიდან, რომ როცა რაღაც ატკივდება, მიყვალ ექიმთან, ის გამოდიწერს წამალს და განიკურნები. მინდა გითხრათ, რომ როდესაც რაღაც ატკივდება, ეს ცოტა უკვე დაგვიანებულია. ჯანმრთელობაზე ზრუნვა უნდა დაიწყოს სანამ ხარ ახალგაზრდა და კიდევ უფრო უკეთესია თუ მშობელი ასწავლეს თავის შვილს გამოიმუშაოს კვების და ფიზიკური აქტივობის ისეთი ჩვევები, რომელიც მას მომავალში დაეხმარება შეინარჩუნოს ჯანმრთელობა. ამისთვის, რა თქმა უნდა, მშობელი უნდა იყოს გათვითცნობიერებული, თუ როგორ იკვებოს მთელი ოჯახი ჯანსაღად, რამდენი და როგორი წყალი მიიღოს, რა ვიტამინები და მინერალებია აუცილებელი ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად. ამას ძირითადად ოჯახში დედები აკონტროლებენ. ხშირად ხედავთ ხოლმე, თუ როგორი დაღლილები, მოდივნებულები და ძალაგამოცლილები არიან სკოლის მოსწავლეები. და ეს არა მხოლოდ გადატვირთულობის და გადაღლილობის ბრალია, არამედ ხშირ შემთხვევაში არაჯანსაღი, არასრულფასოვანი კვების, აუცილებელი ვიტამინების და მინერალების უკმარისობის ან დეფიციტით გამოწვეული პრობლემებია და ამის გამო ბავშვი ხშირად ავადმყოფობს. დაყავთ ექიმიდან ექიმთან, ანალიზებში არაფერი ჩანს. დიახ, ეს ტიპიური შემთხვევა იმის, რომ ბავშვის კვებას და ფიზიკურ აქტივობას, ვიტამინების და მინერალების დეფიციტების შევსებას არ ექცევა სათანადო ყურადღება. თუ გინდა ისწავლო, როგორ იკვებო ჯანსაღად, გაიმჯობესო ჯანმრთელობა, გამოიმუშაო ჯანსაღი ჩვევები და ასევე დაეხმარო შენი ოჯახის წევრებს. დამიკავშირდით პირად შეტყობინებაში და ჩაეწერეთ ონლაინ კონსულტაციაზე. მე ვარ რია გორგილაძე, ექიმი, ნუტრიციოლოგი. დაგეხმარები გაიმჯობესო ჯანმრთელობა ისე, რომ აღარ დაგჭირდეს ექიმი და წამალი.